ესე იგი, რაც ეს ჩემი კონკრეტული დიშვილი დაიბადა, იმის მერე მოსვენება დაგვეკარგა. რაც დაიბადა სახის გამომეტყველებაზე ვატყობ ბავშვსა, რომ ძალიან მინდაო ფოტოსესიაო და ისეთი სახე მააქო, რომ მე ფოტოგენური ვიქნებიო. ვისთვის უნდა მიგვიმართა თუ არა ჩვენი პირველი საქართველოში, რომელიც იყო სანის სტუდიო, რომელიც ჩემთვის ახლაც პირველია. ბავშვი ვაპოზიორეთ, კარგად ჩაეძინა, ჩათვლემილი მოიყვანეთო ბავშვიო, რომ კარგად გადაუღოთო სურათებიო. ჩაეძინა ვაკეთ, ვადიდეთ, რომ უი რა კარგად იქცევაო ბავშვიო, კაკრასო, ჩვენც ესე გვაწყობდაო, რომ ჩასძინებოდაო და ქებაში და ვედრებაში სამყაროს მიმართ სამყარომ უკან შემოგვიბრუნა ეს ბედნიერება და ამ დამპალმა ბავშვმა თვალები დააჭყიტა. ვაიმე როგორ ამეშალა ხალხო ნერვები თვალები რო დააჭყიტა მეთქი მიმიშვით ამასთან რომ შევუბრუნო ძილი მეთქი. მერე გადავინაცვლეთ კიდევ ახლა ნახეთ რა საყვარელია, ნახეთ შეხე. მერე გადავინაცვლეთ ამ ლოკაციაზე, აქაც არ მოისვენა, აბღავდა, ატირდა, მამაილა გველით. ხო და მერე კიდევ მოგვიწია რომ ძილი შებრუნებოდა. აქ ამოვჭერი ის კადრები, რომ როგორ ვუბრუნებდი მე ძილს და მერე გამომართვეს ბავშვი ესე იგი. მერე ჩავსვით აქ ჭიქაში, რომ ვითომა კაპუჩინო იყო. ვითომ კაპუჩინო იყო. ხო და ესე მეგობრებო ძალიან კარგად ჩაიარა აქაურმა ამბებმა და ვისაც გიყვართ ფოტოსესიები, გირჩევთ სანის სტუდიოს. დაყვანდის.